ერთი ფრიად საინტერესო განცხადება უნდა წაგიკითხოთ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს თუ ირანი იგულისხმება ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლს გაუხსნის და სასტიკად დახოცავს რაც მათ ჩვეულებად აქვთ ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მივა თუ ანუ დემონსტრანტების მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად მივა ჩვენ მზად ვართ სრულ მზადყოფნაში ვართ უფრო ზუსტი რომ იყო იარაღი მიმართულია და მოქმედებისათვის მზად ვართ ანუ გაისვრისო ეს იარაღი ამბობს 57-ე პრეზიდენტის შეერთებული შტატებისა იზამს ამას ბევრი თქვენგანი იკითხავს და ასე ბევრი თქვენგანი ამბობდა იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერეოდა ისრაელ ირანის კონფლიქტში მაგრამ რამდენიმე თვის წინ აფრინდნენ არაჩვეულებრივად აფრინდნენ ბიორის ფირითები და დაბომბეს ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტები მათ შორის ფორდოს ობიექტი და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდწილად უზარმაზარი როლი შეიტანა იმაში, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დიდწილად არის შეჩერებული, მეთქი გაჩერებულსაც არ ვიტყვი შეგნებულად თქვენის ნებართვით, შეჩერებული ან გადავადებული თუ გნებავთ, ვიტყვი ასე. ჩვენს კონტექსტში რატომ არის ეს საინტერესო? ჯერ ერთი ასაკურვილი ირანი ახლოს არის. ეს უნდა ვიცოდეთ. მეორე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თუ ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენ საზოგადოება, ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორები ვიქნებით და ვისაუბრებთ არა მხოლოდ უცნაურ სიტყვას ვიტყვი თქვენის ნებართვით, არა მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის გავრცელების აუცილებლობაზე, რაც ასაკურველია სასაუბროა, მაგრამ სასაუბროა უფრო პარიზის, ბერლინის, თუნდაც ლონდონის, ბრიუსელის გასაგონად და მისამართით, არამედ ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესების გატარებაზე აქ ჩვენს ქვეყანაში, იქნება და ყველა სიტყვას ზედმიწევნით ზუსტად ხმარობ, იქნება და შეერთებულმა შტატებმა მოაქციოს ყურადღება ჩვენს ქვეყანასაც. ოღონდ, კარგად მინდა ავხსნა, როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესების განხორციელებაზე, ისიც უნდა დავსძინოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ხავს არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული, არამედ მას ხავს ანტიამერიკული დე-ფაქტო ამასთან დე-ფაქტო მთავრობა ხელისუფლება და ვაშინგტონამდე ეს მესიჯი ჩასატანია იციანო ბევრი თქვენგანი იტყვის უჩვენოდაც იციანო მაგრამ კიდევ უფრო მეტად არის ჩასატანი ეს მისატანი ეს მესიჯი ამერიკის შეერთებული შტატების თეთრ სახლამდე ვაშინგტონში თეთრ სახლამდე თუ სახელმწიფო დეპარტამენტამდე აქედან გამომდინარე მესმის რასაკვირველია ანტიტრამპისტების განცხადებების არსი რომლებსაც ისინი დღეში 57-ჯერ აკეთებენ და ტრამპს აკრიტიკებენ და ვერ დაამთავრეს ეს კრიტიკა და მეც რაღა დაგიმალოთ და არანაირი დიდი სურვილი აღარ მაქვს ხოლმე უკრაინის კონტექსტის გათვალისწინებით პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკისა თუ განცხადებების ერთგვარი დაცვისა გარკვეულ შემთხვევებში მაინც იმიტომ რომ ტრამპი ხშირად ცვლის საკუთარ პოზიცია მიდგოებს და ასე შემდეგ და ვეღარ დაეწევი გამოასწორებ და გამოასპირს მოსწმენდ რა აქვს შენი პირის მოსაწმენდი მაგრამ მაინც ამ პრეზიდენტ ტრამპს და უცებ პირმოწმენდილი ისედაც ხდება უშენოდაც ხდება და პირს არ მოსწმენთ და უცებ მაინც იმ განცხადებას აკეთებს რომელსაც აკეთებს მაგრამ ანტიტრამპიზმი როგორც ასეთი ანტიამერიკანიზმში არ უნდა გადაგვეზარდოს მეთქი ამის თქმას კი ვცდილობ და წუხვარ რომ ჩვენს ანტიტრამპისტებს ხშირ შემთხვევაში ანტიამერიკანიზმი უფრო გამოსდით და ამერიკის მონაწილეობის გარეშე პატივისცემას უდასტურებს ხადია ევროპულ სივრცეს ევროკავშირს ამერიკის მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია ჩვენი როგორც ქვეყნის გაღწევა ამ რუსულ ბიზნესტური სივრციდან ესეც უნდა გვახსოვდეს კარგად. ამიტომ ეს განცხადება ჩვენ არ გვეხება თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლს გაუხსნის, თუ საქართველოს მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლს გაუხსნის მისი დე-ფაქტო მთავრობა და სასტიკად დახოცავს რაც მათ ჩვეულებად აქვთ, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად ამ დემონსტრანტების დასახმარებლად მოვა. ეს არ გვეხება, იმიტომ რომ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას არ გაუხსნია ცეცხლი ასე პირდაპირ მნიშვნელობით და არ დაუხოცავს ადამიანები ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე ვიცით ჩვენ თუმცა საბოლოო ჯამში ვინ იცის რა შედეგები გამოიღო ქიმიური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში მაგრამ ოკეი თქვა დაუჯეროთ თენგიზ შარმანაშვილს თუ რომელიმე სხვა ბანდიტს და ვთქვათ რომ არც არაფერი არ მოხდა რა ლიტალურად არ დასრულებულა მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს
ხმა იმისა ამერიკის შეერთებული შტატების ამ სიგნალების გაგზავნა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის რომ დამოუკიდებლად იმისა ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა იყენებს თუ არა ლეტალურ იარაღს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ეს მშვიდობიანი მოქალაქეები იბრძვიან მეტი ამერიკისათვის რეგიონში მათ შორის საქართველოში და ამ მშვიდობიან მოქალაქეებს მათ შორის ქიმიური მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღით უპირისპირდება საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა და ჩვენ მოკლედ რო ვილაპარაკოთ უნდა დავუმტკიცოთ კი არა უნდა ვაჩვენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ ჩვენ ყველაფერთან ერთად დემოკრატიული ლიბერალური ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ასე შემდეგ მოძრაობა ვართ მაგრამ ამავდროულად ვართ პროამერიკული მოძრაობა მარტივად რო ვილაპარაკოთ უფრო მეტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშა უფრო მეტი უნდა იყოს რუსთაველის გამზირზე და ეს არ ნიშნავს კვლავ ვიმეორებს რომ ტრამპის კრიტიკა უნდა შეწყვიტონ ცალკეულმა პირებმა რომლებიც ტრამპს აკრიტიკებენ მაგრამ ეს იმას კი ნიშნავს რომ ანუ მე კრიტიკის წინააღმდეგი ცხადი არა ვართ მაგრამ იმას კი ნიშნავს რომ ჩვენ ძალიან სიღრმისეულად უნდა გავიაზროთ რამდენად აუცილებელია შეერთებული შტატების მონაწილეობა ჩვენს პროცესებში შემოყვა დაბრუნება ჩვენს სინამდვილეში არის თუ არა ტოლობის ნიშანი აიათოლების რეჟიმსა და ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს შორის ახლა ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი და მიწყეთ ზოგი თქვენგანი არა ტოლობის ნიშანი არ არის ის აიათოლების რეჟიმი ირანში რასაკვირველია კეთროვანია ბიზინა ივანიშვილის კეთროვანია მეთქი ან კეთროვანი იქნება მაშინ განსაკუთრებით თუ ჩვენ კარგად და საუკეთესოდ დავასაბუთებთ სწორედ შეერთებულ შტატებში რომ ქიმიური იარაღი იყო სწორედაც რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული ოღონდ ეს ყველაფერი ტრამპის ყურამდე უნდა მივიდეს და ტრამპმა შესაბამისი დავალებები უნდა გასცეს მეთქი ალბათ უფრო სახელმწიფო დეპარტამენტის და შესაძლოა სხვა დეპარტამენტების გასაგონად თუ მისამართით ესეც უნდა ვთქვათ და კიდევ ერთი რასაკვირველია გეოპოლიტიკური ფაქტორი ბევრს რგონია რომ აი დღევანდელი შეერთებული შტატების დღევანდელი პოლიტიკა არის ამგვარი რომ ამ შეერთებული შტატები ეგუება თითქოს ორპოლუსიანობას ეგუება იმას რომ მრავალპოლუსიანია არის მრავალპოლუსიანი ქვეყანა მინიმუმ 3 პოლუსი არსებობს შესაძლოა 4-იც 5-იც შესაძლოა ჩამოვასახელოთ ეს არის ვაშინგტონის პოლუსი ეს არის პეკინის პოლუსი ეს არის მოსკოვის ეს არის ნიუ-დელის პოლუსი და ეს არის ევროკავშირის პოლუსი აი ეს თუ მაინც და მაინც ხუთეულზე ვისაუბრებთ მაგრამ ასე მარტივი არ არის რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ეგუება ამ ყველაფერს ის აფართოვებს საკუთარ გავლენის სფეროებს რაც არ უნდა იზოლაციონისტად მივიჩნიოთ პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარი მოვალეობა იყო ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლებების დაცვა მსოფლიოს ყველა წერტილში და შეძლების დაგვარად სადაც გასწოდება ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკუთარ მისიას ამ საკუთარ ფუნქციას ის შეასრულებს მათ შორის საქართველოშიც არ მინდა ვთქვა რომ ბიორის სპირიტი აფრინდება რომელიღაც ეტაპზე და ბიზინა ივანიშვილის ბაშკაში მოხდება მეთქი აბასტუმანში პირობითად რასაკვირველია არა ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ ბიზინა ივანიშვილი არ გადალახავს წითელ ზღვარსა თუ ზღვრებს დამატებით მაგრამ ის რაც მან უკვე ჩაიდინა ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტონი ვაშინგტონის ტონი გამკაცრდეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში ოღონდ კომუნიცირება როგორც ასეთი არის გარდაულად აუცილებელი და მათ შორის აუცილებელია რომ ჩვენ ანუ საპროტესტო მოძრაობა ვიყოთ არა რეაქციულ რეჟიმში და ვეუბნებოდეთ კი არა რეაგირებდეთ დე-ფაქტო მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების ამა თუ იმ ქმედებაზე და აი რაც უდი რამ თქვა ან რაც უდი რამ ხმნა კობახიძემ თუ პაპუაშვილმაო მარტო ამ რეჟიმში კი არ უნდა ვიყოთ არამედ თუ სმართებული სიტყვა ჩვენ იქით უნდა ისეთ რაღაცებს ჩავდიოდეთ უნდა ვაკეთებდეთ რომ იქით გსდევდნენ იქით გამოკიდებოდნენ ხოლმე დე-ფაქტო ხელისუფლების ბიზნეს ფრთებქვეშ მოქცეული პირები ეს მნიშვნელოვანი დეტალია და ამაზე ყურადღების გამახვილება უთუოდ ხილს ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიულები მარტივად რომ თქვა რაც შეეხება სხვა რამებს სხვა საქმეებს სხვა რამეს ხო რა სიზამს ბიზინა ივანიშვილი ის იქნება თუ არა მომავალ წელს და ამდგარ წელს უფრო და ამდგარ წელს 26 წელს უფრო პროამერიკული რასაკვირველია არა იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს მართლაც არასწორად გონია რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე იმარჯვებს და ამერიკის შეერთებული შტატები დათმობაზე სთავაზობს
უკრაინას, ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინაზე, უკრაინის ფრონტის ხაზზე და ასე შემდეგ. კარგად უნდა გავიგოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის თანახმად უკრაინა მიდგომებისა და პოლიტიკის თანახმად უკრაინა როგორც სახელმწიფო არა თუ არ გაუქმდება, არამედ გაძლიერდება. მაშინაც კი უნდა გავიგოთ ეს თუ რომელიღაც ეტაპზე ჩავთვლით, რომ ფრიად უსამართლელო იყო ვაშინგტონი კიევთან მიმართებაში, რასაც ზოგიერთი ჩვენგანი ხანდახან თვლის თუ ჩათვლის კიდეც ხოლმე და კიდევ ერთი დეტალი ისევ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ უნდა კარგად დავანახოთ ვაშინგტონს, გავაგონოთ ვაშინგტონს ხმა თბილისიდან. აი ხმას როცა გაიგონებს თბილისიდან ვაშინგტონი, არ ვიცი ამდენად ამგვარ, მაგრამ სხვაგვარ განცხადებას უნდა დაველოდოთ, ყველაზე მინიმუმ მარკო რუბიოსგან და შესაძლოა დონალდ ტრამპის, აგანაც კი იმაში როდის გააკეთებს ტრამპი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას. მე მაქვს ამაზე ჩემი პასუხი, ოღონდ ეს პასუხი უნდა გაგაცნოთ სხვა დროს, როდესაც ცალკეული ამბები, გარკვეული ამბები მოხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს ამბები მოხდება, ნამდვილად მოხდება.